სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ 42 ნაწილს ბიბლიური კითხვა-პასუხებისა, რომელიც ჩაწერილი იქნა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ჯონ მაკარტურის ეკლესიაში. შემდეგ კითხვაც, მაგალითად, სიმართლე გითხრა, მე არ მახსოვდა და არ მიმიქცევია ყურადღება ამ ნაწილისათვის და მე არ ჩავთვლე ამ კითხვას რაღაცა უმნიშვნელოდ. და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ადამიანებს როგორ აქვთ გამახვილებული ყურადღება, როცა ბიბლიას კითხულობენ. აი ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესი თუ ჩემი გაინტერესებთ, ხო, აი აქ როცა ვისმენ, რა თქმა უნდა ინფორმაციულია, რა თქმა უნდა ის რომ მეც ვიზდები სულიერად, ჩემთვისაც შეხსენება, მაგრამ ის არის თუ ადამიანებს როგორ აქვთ გონება მომართული და ვინ რას დაიჭერს. აი ხო არის ცხოვრებაში, ვინ რა ნიუანსებს ამჩნევს. და მე გავოცებულ ვარ ხოლმე, როცა ქალბატონები ყურადღებას ამახვილებენ მაგალითად ადამიანის ჩაცმულობაზე, თუნდაც ესე თქვათ რა ფერუმარილი ასვიათ, რა ჩანთა უკავიათ. მე მაგალითად ჩემი ყურადღება იქითკენ არ არის, როგორც ადრეს გითხარით, მაგალითად როცა ვკითხულობ თარიღები და ციფრები, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი და მე არ მაქვს გამახვილებული ყურადღება, რომ ესენი ვიმახსოვრო. არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტი აქვს. აი მაგალითად ძალიან კარგი მაქვს უნარი, რომ ადამიანის სახეები დავიმახსოვრო და არ მავიწყდება ადამიანის სახეები და ყოველთვის მსახიობს შემიძლია გამოვიცნო, რომელი ფილმიდან არის, სად არის, მაგრამ გვარი და სახელები, ასევე თანამშრომლებიც, ბევრი თანამშრომლებიც არ მაქვს ხოლმე დამახსოვრება თუ ისე განცდაში არ შემოვიდა სახელი და გვარის და იმითი, მაგრამ სახე აუცილებლად მე გავიხსენე თუ სადმე მყავს ადამიანი არახი, თუნდაც ასაკი რაღაცა შეემჩნევს, აი რაღაცა ხო არის სახით და ხატებით, სახე-ხატებით მეხსიერების უნარი. ესე იგი ვის რა აქვს აქ აქცენტი გაკეთებული, ზოგს მაგალითად ყოველთვის მაჯის საათზე გააკეთებენ და უშოთ ყურადღებას. ჩემი ყურადღება არ მიდის მაგეთკენ. ჩემი ყურადღება არის ადამიანი, როცა ლაპარაკობს, თვალები, მისი საქციელი, აი სხვა რაღაცებზე ხდება ყურადღების გამახვილება და ნახეთ აი ადამიანმა რა შეამჩნია, საერთოდ არ მახსოვდა კოლოსელთა წერილში ეს ნიუანსი იყო. და მე წაგიკითხავთ იმას, რაც ნახსენები იყო, როგორც კოლოსელები, ასევე გალატელებს მოიყვას მერე ბატონი ჯონი და იქიდანაც მე შეგახსენებთ მუხლებს. და შეხსენება ბიბლიის ყოველთვის კარგია ჩვენთვის, ხო? რას ნიშნავს აი ეს არის კოლოსელების წერილის პირველი თავის 24 მუხლში. შეიძლება ეს ქართული თარგმანი კარგი არ იყოს, მაგრამ აღარ მოვიძიე ახლა სხვა თარგმანები. ახლა კი ვხარობ თქვენს გამო რომ იტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ. აი ესე დავასათაურო მე ეს. ახლა მოусვინოთ პიროვნებას, რომელიც ვავს. და ჯონ მაკარტური ეუბნება მას, რომ ფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ერთი კითხვის დრო გვაქვს და შემდეგ უნდა შევჩერდეთ. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოლოდინის რეჟიმში იყო და ვერ მოასწრო დაუშვა თავისი კითხვის დასვა და ჩვენ ვერ მოასწარეთ პასუხის გაცემა. ასე რომ თუ ვინმე არის ძალიან სასოწარკვეთილი და სჭირდება კითხვის დასვა და თუ არ დასვა, მისი ცხოვრება შეიძლება შეჩერდეს, თუ არის ესეთი ლენს მიმართავს თავის ერთ-ერთ პასტორს, რომელიც ეხმარება ადამიანებს, ესეთი კითხვა გამოუშვით და კითხვის ავტორი სვავს. ეს არის კოლოსელთა პირველი თავის 24-ში. ახლა კი ვხარობ თქვენს გამო რომ ვიტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია, რომლის მსახურიც გავხდიმე ღვთის განგებით, თქვენთვის რომ მომეცა, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა. ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისაგან და ახლა გაემხილათ მის წმინდანებს, რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სინიდრე ერებს შორის, რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი, რომელსაც ვქადაგებ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარმადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში. ამისათვის შრომობ მეც და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში. და კითხვის დამსველი ამბობს იმ 24-სთან დაკავშირებით. რაიმე დააკლდა იესო ქრისტეს ტანჯვებს, რას ამბობს პავლე, რის შევსებას აპირეს პავლე. ძალიან ესეთი კითხვა, ხო? აქვს უფლება რომ იარსებოს, მაგრამ გამიკვირდა ეს კითხვა სიმართლე გითხრათ. ჯონ მაკარტური პასუხობს. მისი პერსპექტივიდან არაფერი.
მაგრამ ბევრი რამ ადამიანური პერსპექტივიდან, რომლებმაც ის უარყვეს. და ის, რასაც პავლე ამბობს, საოცარი რამ არის. და მე მიხარია ყოველთვის და მაუცებს ხოლმე ჯონ მაგარტურის გონება מחვილობა, რომ მართლაც კარგად არის ეს პასუხი გაცემული რა, დროულად თანაც და დაფიქრება რო არ დაჭიროებია. ის ამბობს, პავლე ამბობს, მე ვხარობო ჩემი ტანჯვით. იცით რომ პავლე იტანჯებოდა, ასე არ არის? გაიხსენეთ, ის ქვებით ჩაქოლეს. რამოდენიმეჯერ გემის ჩაძირვა განიცადა. ცემდნენ, იტანჯებოდა. ყველაფერი ეკლესიის გულისთვის, იესო ქრისტეს სხეულის გულისთვის. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობდა მათთან სახარებით მიღწევას. ანუ ცდილობდა მათ აშენებას, ცდილობდა მათი რწმენის გამყარებას და სიმწიფემდე მieყვანა ის მორწმუნეები, ვინც მისი მრევლად ითვლებოდა, მის სულიერ შვილებად. ის ამბობს, ამიტომ ვხარობო მე ჩემი ტანჯვებით. რატომ? რომ ტანჯვებით, რომელსაც ვიზიარებ მისი სხეულის, ანუ ეკლესიის სახელითო. რატომ? იმიტომ რომ ვავსებ იმას, რაც ქრისტეს ტანჯვაში დააკლდაო. და ეს არნიშნავს, რომ რამენაირად ქრისტეს მიერ ჩატარებულ გამოსყიდვაში რაღაცა არასაკმარისი იყო და იმას ავსებს პავლე. ესე ნუ გავიგებთ. და მე მესმის რქვე რატო დასვით ეს კითხვა. ქრისტეს არასაკმარისობას კი არ ამბობს პავლე. არა, ეს ნიშნავს შემდეგს. სამყაროს ისევ ძულს ქრისტე. სამყარო ისევ დევნის ქრისტეს. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ქრისტეს ხელში ჩაგდება, ხო? რადგან ის იქ არ არის მათთან, ის ზეცაშია. ამიტომ პავლეს იღებენ მის ადგილზე და პავლე ამბობს, მე მებრძვიანო ქრისტეს ნაცვლად. სწორედ ამას გულისხმობს ის. იგივე ამბობს გალატელთა წერილში გახსოვთ ეპისტოლე გალატელთა მე-6 თავის ბოლოს, მე წაგიგითხავთ. ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით. ხორციელად განდიდების სურველი წინდაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისათვის არ იქნან დევნილნი, ვინაიდან თვით წინდაცვეთელნიც არ იცამენ ჯულს, თუმცა უნდათ რომ წინ დაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ. მე კი ნუნც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითიც წუთი სოფელი ჩემთვის არის ჯვარსმული, მე კი წუთი სოფლისათვის, ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს, არც წინდაცვეთა, არც წინდაუცვეთობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე. ამიერიდან უღარავი შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს ჭრილობებს, აი ამაზე ელაპარაკი, ჭრილობებს ვატარებ ჩემს სხეულში. ჩვენი უფლის იესო ქრისტე მადლი, ქრისტეს მადლი, თქვენ სულთან ძმებო ამინ. ხედავთ? ქრისტე არ არის აქ იმისათვის, რომ მათის გაშოლტონ, რომ მათის ჩაქოლონ. ამიტომ მე მშოლტავენო. სწორედ ამას გულისხმობს ის. ის ამბობს, რა პრივილეგიაა, რომ მე შემიძლია ვიტანჯო ეკლესიის, ანუ მისი სხეულის ზრდისათვის. იმის ცოდნით, რომ ჩემი ტანჯვა არის ქრისტესთვის განკუთვნილი დარტყმების მიღება, რომლებიც ჯვარზე ჩემთვის იყო განკუთვნილი და მან აიღო. ხედავთ რა ლამაზად ჩამოუყალიბა და რა ლამაზად უპასუხა. მართლაც საოცარი არის, ხო? ის დარტყმები, რაც იესომ ჩვენთვის მიიღო, ეხლა ჩვენი ჯერია, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენ თავზე. და როცა მისი ერთგული ვიქნები ჩვენ აუცილებლად იგივეს გავიზიარებთ. ამიტომ თუ ვინმე ქრისტიანი დევნილი არ არის, არ იდევნება ნებისმიერ დროს, ხო? სხვადასხვა ფორმებით, ეს არ შეიძლება რომ ქრისტიანად ჩაითვალოს. ეს ასე ამთავრებს მადლობას უხდის პიროვნება ჯონს და ჯონი ახლა პატარა ლოცვა სახით წაიკითხავს. დიდი მადლობა ყველას. საოცარია მართლაც შესანიშნავი დასასრულია. მადლობა კითხვის დამსვლელს. ასე რომ ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ ჩავატარებთ ასეთ კითხვა-პასუხს ამ წელიწადს და ამიტომ ახლა მოდით და ყველამ ერთად ვილოცოთ. მამო, დიდი მადლობა დღეს ამ შესანიშნავი საღამოსათვის, იმ დროისათვის, რომელიც შენი სულით იყო ნამდვილად ორგანიზებული, რათა გაგვეზიარებინა ერთმანეთთან ეს საკითხები, რომელთა განხილვაც ჩვენ ასე გულით გვინდოდა.
ჩვენ უბრალოდ ვლოცულობთ, რომ შენ ყოველთვის მადლიერების გზნობა გაგვიჩინო შენი ძის მიმართ, იესო ქრისტეს მიმართ, რომელმაც ჩვენთვის განკუთვნილი დარტყმები თავად მიიღო. და მოგცე ის პრივილეგია, რომ ჩვენც მისი გულისთვის ვიტანჯოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის გაგება, შენი გეგმის, შენი საოცარი ჩანაფიქრის, ამის გაგება ხომ მაინც შეგვიძლია, რომ იესო ქრისტე, შენი ძე, მოვიდა ამ სამყაროში ჩვენნაირი ცოდვილების გადასარჩენად. და ამიტომაც ჩვენ ყველანი გმადლობთ ამ ჩვენი ხსნისათვის, რომელიც შენ ჩაიფიქრე და რომელიც შენ განახორციელე შენ ძეში. მისი ძვირფასი სახელით ჩვენ ლოცულობთ შენთან. ამინ.